ბრიუსელში შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს ევროსკოპის კითხვის პასუხად კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრესპიკერმა მარკუს ლამერტმა. მისი თქმით, ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის კომუნიკაციის მიზანი იმ გარემოებების გამოსწორებაა, რამაც სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვია. როგორც ამ კვირაში აღვნიშნა, დღეს ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართება. ეს სავიზო რეგულაციის მექანიზმით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესია, რომელიც ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ იწყება. ეს მოხდება 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 12 თვის ვადით დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს. შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რამაც შეჩერება გამოიწვია. სწორედ ამის შესახებ იქნება საუბარი. ასევე შეხსენებისთვის იმ გარემოებებს აღვნიშნავ, რამაც შეჩერება გამოიწვია კერძოდ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების დარღვევა დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში.